მოგესალმებით. გახლავართ დენის დავითაშვილი, პროფესიული განათლების პროფესიული კავშირების თავმჯდომარე. ამ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების დროს აგრეთვე გახლავართ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და უწყებათა შორისო კომისიაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის დამკვირვებელი. პირველ რიგში, როგორც პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე, მინდა მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, პირველ რიგში განსაკუთრებულად პირველ კლასელებს, ასევე ყველა უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებს, რომლებიც ასევე დღეს მათთვისაც დაიწყო სასწავლო წელი და რასაკვირველია მიულოცავ პირველ კურსელებს. ულოცავ სასწავლო წლის დაწყებას ყველა იმ კერძო კოლეჯის პროფესიულ სტუდენტს, ვინც დღეს დაიწყო პირველად სწავლა პროფესიულ კერძო კოლეჯებში. სამწუხაროდ ის უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელი მიზეზებისა გამო 1 ნოემბრამდე თითქმის სწავლას ვერ იწყებს 18 საჯარო პროფესიული კოლეჯი. პროფესიული განათლების წინაშე დღეს უამრავი პრობლემაა დაგროვებული და ისევ ეს პრობლემები რჩება გადაუჭრელად. ეს არის დღემდე არ არის დამტკიცებული 2013-2020 წლის პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია. არაა შესრულებული კანონის პროფესიული განათლების შესახებ შესაბამისად დავალება, რათა განათლების სამინისტროს უნდა შეემუშავებია და მთავრობისთვის გადაეცა პროფესიული სტუდენტების დაფინანსების ახალი წესი. აქედან გამომდინარე, დღეს ის ციფრები, რაც გადაცემულია ფინანსთა სამინისტროსთვის, განათლების სამინისტროს, ეს არ არის დაზუსტებული და ის ვერ უზრუნველყოფს ვერც არსებულ პროფესიული კოლეჯების დაფინანსებას, ვერც კიდევ იმ ახლად დასაფუძნე კოლეჯების დაფინანსებას, რაც ვიცით ყველამ, რომ 21 კოლეჯამდე უნდა აღდგეს და სწავლა უნდა დაიწყოს მომავალ წლიდან და ბიუჯეტში ეს უნდა იყოს ასახული დღესვე და პარლამენტმა უნდა ასეთნაირად დაამტკიცოს ბიუჯეტი. სამწუხაროდ ვერ მუშაობს და თავის ფუნქციას პირნათლად ვერ ასრულებს პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო, რომლის თავმჯდომარე საბჭოს დებულებით არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მანიპულაციებისა თუ სხვა სიტყვა შეიძლება მოვიყვანო, გაუგებარი პოზიციებისა გამო დღეს ვერც განათლების სამინისტრო ვერ ახორციელებს მაქსტომებს და ღებულობს გადაწყვეტილებებს და ვერც არც პრემიერ-მინისტრს არც ერთხელ არ მოსულა და ჩაეხედა მათ არსებულ პრობლემებში. არ არის აქამდე გამოცემული ბრძანება ახლად დასაფუძნე 21 კოლეჯის დაფუძნებაზე. ეს საკითხი კომისიურად 3 თვის განმავლობაში აპრილის თვეში დასრულდა მამის შესწავლა და კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც მეც გავხდით, ყოფილ მინისტრს, დღეს ახლა პრეზიდენტობის კანდიდატია ბატონი მარგველაშვილი, რეკომენდაცია მივეცით ამ 21 კოლეჯის დაფუძნებაზე. ძირითადად ეს არის რაიონებში სოფლის პროფილის პროფესიული კოლეჯები, მოგესალმებათ საქართველოს გახლავთ სოფლის აგრარული ქვეყანა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც და ამ დარგისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ კოლეჯების ახლად დაფუძნება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი პროფესიული კოლეჯების ავტორიზაციის საბჭოს მუშაობის გამო. თავიდანვე ჩვენ მიმართეთ სამინისტროს მინისახალს, რომ შემადგენლობა არ უზრუნველყოფს იმ წესს, რომ არ შეიძლება რომელიმე კოლეჯის წარმომადგენელი იყოს აი ამ საბჭოს შემადგენლობაში, ვინაიდან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და ეწინააღმდეგება კანონს. მიუხედავად ამისა, აქამდე არ არის შეცვლილი 3 საბჭოს წევრი და ამის გამო ყოველ სხდომაზე და ბოლოს სხდომა ჩატარდა პარასკევს. ესე იგი, ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, როგორ არის ერთმანეთს შეჯახებული
კერძო და საჯარო კოლეჯების ინტერესები და როგორ კერძო კოლეჯის წარმომადგენელი ეწინააღმდეგება კოლეჯის დაფუძნებას, ხოლო საჯარო ისა მიუხედავად იმ დარღვევებისა და კანონის მიხედვით და დებულების მიხედვით შეუსრულებელი მოთხოვნებისა, მაინც ცდილობდნენ, რომ ყოფილიყო მინიჭებული ავტორიზაცია. სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს მაგაში პრემიერ-მინისტრი და მოსთხოვოს განათლების სამინისტროს წარმოადგინოს ახალი შემოქმედება, რომელიც მთლიანად უზრუნველყოს ნეიტრალურ და დემოკრატიულ ავტორიზაციის საბჭოს მუშაობას, სადაც ანალოგიურ ფაქტებს ადგილი არ ექნება. მე მინდა მიულოცო კერძო პროფესიულ კოლეჯ ორიენტირს სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად, რადგანაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მათ იმუშავეს და დაახლოებით 400-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი მიიღეს და დღეს დაიწყო სწავლა, მაგრამ ვინაიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ორი კანონსაწინააღმდეგო ბრძანება 258 და 266, ძალიან შეზღუდულია პროფესიული კოლეჯები და ვერ ღებულობენ მესამე, მეოთხე, მეხუთე საფეხურებზე პროფესიულ სტუდენტებს, რადგანაც აი ამ ბრძანებების შესაბამისად იძულებულები გახდნენ, რომ შეზღუდვები შემოიღოთ მაშინ, როდესაც ეს შეზღუდვები კანონმა გააუქმა. მე ახლა მინდა გადავიდე ჩემი გამოსვლის მეორე ნაწილზე, რაც იყო ანონსირებული, ეს არის ის დარღვევები, რომელიც მე როგორც დამკვირვებელმა დავაფიქსირე აი ამ საარჩევნო ბატალიების დაწყებისას. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მინდა გითხრათ, ჯერ კიდევ 2010 წელს მაშინდელმა CSKO-s თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მოამზადა ისეთი სიები და წარუდგინა ამორჩეულთა სიები ამორჩეულებს, სადაც იყვნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები, 20 წლის განმავლობაში მათ დატოვეს საქართველოს მოქალაქეობა, გახდნენ სხვადასხვა ქვეყნების, ამერიკის, ავსტრალიის, ახალ ზელანდიის, გერმანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ისრაელის, ავსტრიის, ბელგიის მოქალაქეები და მათი ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი დღეისთვის და 2010 წელსაც იყვნენ გარდაცვლილები. მიუხედავად ამისა, ზურაბ ხარატიშვილმა მაინც არ გააკეთა ჩასწორება მაგ იმაში, სიებში და ასეთნაირად ჩაატარეს ადგილობრივი არჩევნები. ეხლა რა მოხდა შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ და პირადად მე შარშან 12 სექტემბერს მიმართე წერილი და წარუდგინე სიები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ესა თუ ის მოქალაქე იმყოფება უცხოეთში, არის გარდაცვლილი, მათ მიპასუხეს, ასე გადასცეს ეს ჩვენი წერილი თავის სიებით. გემახსოვრებათ, იყო ასეთი სპეციალური კომისია კაციტაძის ხელმძღვანელობით. გადასცეს, მაგრამ იმ კომისიას არავითარი რეაგირება არ გაუკეთებია. ეხლა როგორც ვარ დამკვირვებელი უწყებათაშორისო კომისიაში, ქალბატონ თეა წულუკიანის წინაშე საკითხი დავაყენე ზუსტად 2 კვირის წინ. მათ თხოვეს, რომ გადმომეცა მე ეს მტკიცებულებები, მე გადავეცი ის წერილი, რომელსაც მიმართე 12 სექტემბერს შარშან 2013 წლის 12 სექტემბერს და გადაცემული მაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის და დღეს ან ხვალ უნდა გადავცე ხელახლა მისი ასლები უწყებათაშორისო კომისიისთვის, სადაც პირდაპირ წერია ზედიზედ იმყოფება უცხოეთში, ანუ შარშან წლიდან ყველა მიცოდა აბსოლუტურად, რომ ეს ადამიანები საქართველოში ამ მისამართზე არ ცხოვრობენ და მაგ მისამართებზე ჩვენ გავუშვით ჩვენი მუშაკები, თანამშრომლები და აღმოჩნდა, რომ იმის შემდეგ, რაც აბრამ შათაშვილმა დატოვა საქართველო და გახდა ისრაელის მოქალაქე, ორჯერ გაიყიდა ის ბინა, სადაც ის ცხოვრობდა ქურხულის 14A-ში. ორჯერ შეიცვალა მისი მფლობელი. მესამეჯერ კი გაიყიდა და იქ არის ეხლა ოფისი და ასეა ძალიან ბევრ მისამართზე. მიუხედავად ამისა, გუშინ და გუშინწინ 2 დღეა ზედიზედ ზურაბ ხარატიშვილი უკვე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი გამოდის
და ჭკუას ასწავლის უწყებათაშორისო კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ახალ ხელმძღვანელობას და რა შეასწავლის ჭკუას, რომ თურმე მას ჰქონდა გადასარევი გაკეთებული სიები, რომ თურმე ცენტრალურ საარჩევნო კომისია არ მალავს და უწყებათაშორისო კომისია ფარავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს. გარდა მაგისა, ის შეეხო, იცით თქვენ, 6 პრეზიდენტობის კანდიდატს უარი უთხრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ და ის შემადგენლობაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის, ვინც ზურაბ ხარატიშვილმა აღზარდა აი ამისთანა გაყალბების და ამისთანა მეთოდებით და დატოვა და მათმა გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვას რეგისტრაციაში ზურაბ წიწუაშვილს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. გარდა მაგისა, უარი ეთქვა ალექსანდრე იოსელიანს, გიორგი კახოკიას, გიორგი ჩიხლაძეს, ავთანდილ ფილაურს ერთი მიზეზით, რომ თურმე მაგენი ყოფილან ორმაგი მოქალაქეები. მე მინდა ზურაბ ხარატიშვილს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმ კუდებს, რომელიც მან იქ დატოვა, არ ვეხები მე ამჟამად ქალბატონ თამარ ჟვანიას, რომლის კანდიდატურა სხვა 13 არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მეც მოვაწერე ხელი და მეც წარვადგინე და ეჭვარ მეპარება, რომ ის შეძლებს სამართლიანად და დემოკრატიულად გამჭვირვალედ ჩაატაროს წლევანდელი საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ ერთი ნოთი. თუ ის გადაახალისებს დღესვე არჩევნების დღემდე იმ არაკვალიფიციური იურისტების თუ სხვა მუშაკებიდან გაანთავისუფლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ისევ არ მოხდება მათ ტყვეობაში, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება, რომ თურმე მათ ჩაატარეს ერთობლივი ანალიზი და რაღაც შეიმუშავეს რაღაც კრიტერიუმების წრე, რომლის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას, რომ ერთი და იგივეა საქართველოს პრეზიდენტი არჩეული უკვე ინაუგურაციით უკვე მინიჭებული და პრეზიდენტობის კანდიდატი. არც საარჩევნო კოდექსი, არც საქართველოს კონსტიტუცია არც ერთ მუხში არ არის ეს წინაპირობა ჩაწერილი. 6-ვე პრეზიდენტობის კანდიდატმა ზუსტად 98 მუხლის შესაბამისად წარადგინეს განცხადება საინიციატივო ჯგუფის სახელით, რომ რეგისტრაციაში გატარებული იყვნენ წიწუაშვილი, ზურაბიშვილი და ასე შემდეგ ყველა ესენი და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზოგიერთი მათთაგანის საინიციატივო ჯგუფი, მათ შორის ზურაბ წიწუაშვილის გაატარეს რეგისტრაციაში. მისცეს ნიმუში ამორჩეველთა მხარდაჭერთა სიების შედგენისთვის ნიმუში მისცეს მიმართულება აუდიტის სამსახურიდან შეაქმნევინეს საარჩევნო ფონდები, მისცეს შესაძლებლობა, რომ მთელ საქართველოში გასულიყვნენ და დაეწყოთ ხელმოწერები და რამოდენიმე მათგანს, მათ შორის წიწუაშვილს აქვს 20,000-ზე მეტი ხმა შეგროვებული. ესე იგი, იმ 20,000 ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხარი დაუჭიროს. ესე იგი, რა მდგომარეობაში აყენებს ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისია და მე კიდევ ერთი ის მინდა მომენტი დავაფიქსირო. დღეს ის სასამართლო, რომელმა სასამართლომაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ დაკმაყოფილდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უარი ეთქვას სარჩელზე, ეს არის ძველი სასამართლოს წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან იმისთვის მოწადინებული, რომ სამართლიანად ხელი შეუწყონ სასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და რა ეშველება საქართველოს აი ამისთანა მოსამართლეების ხელში, ამისთანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრების და აპარატის თანამშრომლების ხელში. მე ღრმად ვჯერა, რომ გაითვალისწინებს ცენტრალურ საარჩევნო კომისია პარასკევს უწყებათაშორისო კომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას, რომ სამართლიანად
მიუდგეს ყველა საკითხს, არც ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს არ დარჩეს არანაირი უკმარისობა იმისა, რომ ზღუდავენ მის დემოკრატიულ უფლებებს, მიეცეს შესაძლებლობა და ჩვენ გავიგეთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საკონსულოდან პარასკევს მოიპოვა ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, თუ სალომე ზურაბიშვილი 27 ოქტომბერს მიიღებდა უმრავლესობას და გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მეორე დღესვე საკონსულო მას შეუწყვიტავს საფრანგეთის მოქალაქეობას. ანალოგიური მდგომარეობა წიწვაშვილის მიმართ ამერიკის კონსტიტუციისა და ამერიკის საკონსულოს მიერ მოცემულ განმარტებით. ამერიკის კონსტიტუციით ნებისმიერი ამერიკის მოქალაქე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაიკავებს რაიმე საჯარო სამსახურს ამ უმაღლესი რანგის თანამდებობებს, ავტომატურად მას ერთმევა ამერიკის მოქალაქეობა. მე მჯერა, რომ სააპელაციო სასამართლო, სადაც გასაჩივრებულია წიწვაშვილის და სხვების სასარჩელო განცხადებებით, იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით, მხოლოდ კონსტიტუციის მოთხოვნით და არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს მხედველობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ უკანონო განცხადებულ და მოთხოვნილ პირობებს. მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ საქართველოში ნამდვილად ჩატარდება დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები და არჩეული პრეზიდენტი იქნება ლეგიტიმური და არანაირი ის არ ექნება საქართველოს არც ერთ მოქალაქეს, რომ რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს, ზურაბ წიწვაშვილს, ავთო იოსელიანს და სხვებს უფლება უბრალოდ მიეღოთ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. აქ არაა ლაპარაკი, რომ მათ უკვე გაიმარჯვეს და არიან პრეზიდენტები. ყველაზე მეტად გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან რა არის უკვე არჩეული პრეზიდენტი, ნახევარზე 50%-ზე მეტი აღებული ხმებით და რას ნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც ჯერ უნდა მოიტანოს 30,000-მდე ხმა ხარდაჭერების და იმის შემდეგ ის იქნება გატარებული რეგისტრაციაში. რატომ ვართმევთ ამ უფლებას? რატომ ჩვენ თვითონ ჭრით დავკერავთ რისი უფლება არც სასამართლოს და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მით უმეტეს არ გააჩნია. ეს გრძელდება წლების განმავლობაში. კოჰაბიზაცია, რომელიც არის ახლა როგორც ჩანს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იქეთ გადაწოლილია და საერთოდ რა მორალური უფლება აქვს ზურაბ ხარატიშვილს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მე მაგალითად საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებ, ეს ჩემი ისა კარგად დაუფიქრდეს, მისცეს თუ არა ხმა ზურაბ ხარატიშვილს. თანაც ისიც გაითვალისწინოს, რატომ შემოიტანა, რატომ მიატოვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა აი ამ ძალიან ისეთ მომენტში, როდესაც დაიწყო უკვე საარჩევნო ცხელება და რატომ თვითონ გახდა და ვისი წარდგინებით და ვისთან ერთად. ესე იგი, ეს არის განსრახ გაკეთებული ქმედება იმისათვის, რომ ვიღაცამ წაართვას გარკვეული ხმები, ვერ ხმებს, ვერ შეაგროვებს ზურაბ ხარატიშვილი გამყალბებლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიიდან არ უნდა კონდეს არავითარი მოსახლეობის მოწონება. და კიდე ერთი მომენტი, აი ეს 100,000-მდე ადამიანი, რომლებიც აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები, მე ჩემი ინფორმაციით ჯერ კიდევ 2010 წელს მათზე წინა ხელისუფლებამ გასცა დამატებითი ყალბი პირადობის მოწმობები და გამორიცხული არ არის, რომ წელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს აი ამ ადამიანების, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, გვარით და სახელით, მხოლოდ ვიღაცის სურათით მივლენ და მისცემენ ხმას. აი სწორედ მე აქ პარალელს უყურებ, რატომ მიიღო მონაწილეობა, რატომ ღებულობს მონაწილეობას ზურაბ ხარატიშვილი ან ზოგიერთი სხვა ამ არჩევნებში. ხომ არ არიან ისინი უზრუნველყოფილი აი ამ გაყალბებული პიროვნებების დღესაც რომ არსებობენ მაგენი საარჩევნო სიებში, მათზე ჯერ კიდევ 2010 წელს სავარაუდოდ გაცემული პირადობის მოწმობებით. ეს იქნება კატასტროფა, რომ აი გარდაცვლილების და უცხოეთში წასული ადამიანების მაგივრად ყალბად გაცემული
მის მოწვევების საფუძველზე ეს ხალხი იმყოფებიან ან საფლავში, ან კიდევ უცხო ქვეყნებში და მათ მაგიერად აქ ვიღაცები გააყალბებენ და მისცემენ ხმას. და შეიძლება მაგათი ხმებითაც შეიძლება არჩეულ იქნას ვიღაც პრეზიდენტი, ეს იქნება მაშინ სამართლიანი პრეზიდენტი საქართველოში. მე მოუწოდებ უწყებათაშორისო კომისიას, მოუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ვისაც მიმართე ოფიციალური წერილით წელს 12 სექტემბერს და თხოვე რომ გადახედონ ამ სიებს, ჯერ დრო არის და უწყებათაშორისო კომისიასთან ერთად იმუშაონ ეს რეესში ყველაფერი ეს ამოღებულია ამორჩეულთა სიებიდან. აი ეს სიები, სადაც წერია იმყოფება უცხოეთში, ყველა პიროვნება, ვის გასწორებით წერია იმყოფება უცხოეთში, არის პოტენციალური განყალბებელი, თვითონ ის პიროვნება კი არა, ვისი გვარის და სახელიცაა. ვის მაგივრათაც მათ სხვა პიროვნებებს მიღებული აქვს თავიანთი სურათებით პირადობის მოწყობები ყალბი და მიიღებენ მონაწილეობას არჩევნების დროს. აი ამ თემებზე 100,000-მდეა და შეიძლება უფრო მეტიც, იმიტომ რომ ამის გარეშე უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ და უწყებათაშორისო კომისიამ გამოაცხადა პარასკევს 90,000-მდე ამოიღეს, მაგრამ ესენი ამოღებული არ არის. ესე იგი სხვა იმით არიან ამოღებული. და როგორ არიან ამოღებული? კარიკარისისა არ ჩატარებულა არც 2010-ში, 2012-ში უამრავი საბიუჯეტო მილიონობით თანხა ამოიწურა ჩემთან მაგალითად არავინ არ მოსულა და არჩევს სადარბაზოში, სამეზობლოში, ნათესაობაში, ვისაც ვეკითხებოდი, არ მისულან ფული დაიხარჯა. დიდი გონორით ლაპარაკობენ რომ ჩვენ კარიკარი ჩავატარეთ, კარიკარის ჩატარების დროს ნახავდნენ რომ ის ადამიანები, რომლებიც ირიცხებიან სიებში, საერთოდ 15 წელია უკვე ამისამართზე მარტო ამისამართზე კი არ ცხოვრობენ. საერთოდ საქართველოში არ არიან არც ამისამართზე, რაც თავარია, გარდაცვლილები არიან და როდესაც მე მიმართე რომ გარდაცვლილებს რას უკეთებ, ცნობა მოიტანონო, რომ გარდაცვლილები არიანო. მე ვთხარი, კი, ცნობას ნიუ-იორკიდან, ავსტრალიიდან, თელ-ავივიდან, იერუსალიმიდან, ხულონიდან, საფლავიდან მოაწერს ხელს, რომ ამომიღეს იიდან მე წევარ აქ იმაში რა ქვია, მიწისქვეშ.